როდესაც უკრაინა აგრძელებს უფრო ჭკვიანური და ძლიერი გზების ძიებას რუსული დრონების საფრთხის წინააღმდეგ, მან ახლახან ახალი რან ერგა. რამდან ერგა. რაღაც ისეთი, რაც პენტაგონს ჯერაც არ გამოუშვია და რასაც რუსეთი ვერაფრით შეაჩერებს. საჰაერო ჩამჭრელი დრონების გაშვების პლატფორმა. მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელიც სერიოზულად გადაკეთდა იმისთვის, რომ არა რაკეტები ან ბომბები, არამედ დრონები გაუშვას ჰაერში, რომლებიც შემდეგ პოულობენ და ანადგურებენ თრის უპილოტო საჰაერო აპარატებს, რომლებიც მათ სამიზნეში ხვდება. ეს გამორჩეული ინოვაცია და მას შეუძლია უკრაინას კიდევ უფრო მეტი იმპულსი მისცეს, როცა ომში წინ მიიწერს. და ეს ყველაფერი დაიწყო უბრალოდ თვითმფრინავით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ შეიქმნა. Antonov AN-28. ეს არ იყო რაიმე ფეშენებელური გამონადგურებელი ან დახვეწილი საბრძოლო თვითმფრინავი. უბრალოდ ორწრავიანი ტურბოპროპული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც პირველი ფრენა 1979 წელს შეასრულა და თავისი არსებობის დიდი ნაწილი ასე გაატარა. გამოიყენებოდა როგორც მოკლე მანძილზე მომუშავე სამგზავრო თვითმფრინავი, ან როგორც მრავალფუნქციური თვითმფრინავი, ადამიანების, ტვირთის ან სხვა ნივთების ერთი წერტილიდან მეორეში გადასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თითქმის 200 თვითმფრინავი აშენდა, დღესდღეობით მხოლოდ 12-ზე ოდნავ მეტი მათგანი რჩება მოქმედ მდგომარეობაში. ზოგიერთი მათგანი კვლავ გამოიყენება ავიაკომპანიების მომსახურებისთვის რუსეთში, სომხეთსა და ტაჯიკეთში. ასევე იუწყებიან, რომ მცირე რაოდენობა კვლავ სამხედრო სამსახურშია საქართველოში, ტანზანიასა და უკრაინაში. სოფლიოს სამხედრო ძალების უმეტესობას ასეთი თვითმფრინავით დიდად ღირებულად არ მიაჩნიათ. ის შედარებით ძველია და პატარა. არც ისე სწრაფია და საბრძოლო მოქმედებებისთვის არ არის შექმნილი. თუმცა უკრაინის სამხედრო ძალები სხვებისგან განსხვავდება. ისინი არ ფლანგავენ რესურსებს. ის უბრალოდ არ ჩამოწერს ძველ ტექნიკას მხოლოდ მათი ასაკის ან მოჩვენებითი უმნიშვნელობის გამო. ამის ნაცვლად ის ეძებს ღირებულებას იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ. უკრაინა არასტანდარტულად აზროვნებს და ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ტექნიკა და აღჭურვილობა. ის ადგენს გლობალურ სტანდარტს, როგორც თანამედროვე დროის შესაძლოა ყველაზე გამჭრიახი სამხედრო ძალა, რომელიც უნაკლოდ გარდაქმნის თითქოს უსარგებლო რესურსებს მსოფლიო დონის ინოვაციებად. ის ამას აკეთებს არა აუცილებლად იმიტომ, რომ ასე სურს, არამედ იმიტომ, რომ ასე სჭირდება. რადგან უკრაინა უპირისპირდება ბევრად უფრო დიდ მოწინააღმდეგეს, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვს. რუსეთს აქვს მეტი ტანკი, მეტი ჯავშან ტექნიკა, მეტი რაკეტა, მეტი ბომბი, მეტი დრონი და მეტი ჯარისკაცი, ვიდრე უკრაინას შეუძლია მოაგროვოს. და როცა ასეთი დონის მოწინააღმდეგეს ებჯვი, არაფრის გაფლანგვის უფლება არ გაქვს. უნდა იყო გამჭრიახი თუ გადარჩენა გინდა. ასე რომ, როცა უმეტეს ქვეყნებს Antonov AN-28-ზე უყურებენ, მათ უბრალოდ ძველი, მოსაწყენი დამხმარე დანიშნულების თვითმფრინავი გონიათ. როცა უკრაინა Antonov AN-28-ს უყურესობს, მასში გამოუყენებელი პოტენციალის ოქროს საბადოს ხედავს. მისმა ინჟინრებმა გააცნობიერეს, რომ ცოტა მუშაობით და რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებით, ეს თვითმფრინავი შეიძლება გადაიქცეს მნიშვნელოვან იარავად რუსეთის დრონების მასების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასე რომ 2026 წლის თებერვალში პირველად ვიხილეთ, რა შეძლებდა გაუმჯობესებული AN-28. ფრანგული ტელეარხის TF1-ის კადრები გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია ამ თვითმფრინავებიდან ერთ-ერთი ღამის საბრძოლო მისიის შესრულებისას. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი AN-28-ის დიზაინი არ მოიცავდა იარაღს ან შეიარაღებას, ამ AN-28-ს ჰქონდა საკუთარი 6-ლულიანი გატლინგის ტიპის 7.62 მმიანი M134 მინიგანი, რომელიც კაბინის კართან იყო დამონტაჟებული. ეს მინიგანი, რომელსაც შეუძლია წუთში 3000-დან 6000-მდე ტყვიის გასროლა, ანუ წამში დაახლოებით 50-დან 100-მდე, უკვე აქვს წარმატებული გამოყენების დადასტურებული ისტორია საჰაერო პლატფორმებზე. მაგალითად, ის სტანდარტულად იყო დაყენებული AC-47 სპუკიზე, ასევე სხვადასხვა გვერდით ცროლელ საბრძოლო თვითმფრინავებზე. თუმცა ისტორიულად გამოიყენებოდა მიწაზე მდებარე სამიზნეების დასართმელად. თუმცა AN-28-ში უკრაინას სხვა ტიპის სამიზნე ჰქონდა მხედველობაში, რუსული დრონები. და აღმოჩნდა, რომ ის გასაოცრად ეფექტურია. ფრანგულ ტელევიზიაში ნაჩვენებმა კადრებმა აჩვენა, რომ AN-28-ის კაბინის ქვემოთ დახატული იყო 115 შახიდის ან ჯერონსტარის გრძელდისტანციური ერთიმართულებიანი შეტევითი დრონის სილუეტი. თითოეული მათგანი დადასტურებულ ჩამოგდებას აღნიშნავდა. ორი სილუეტი ყვითლად იყო შეღებილი, რაც შეიძლება მიუთითებდეს უფრო დიდ რაოდენობაზე ჩამოგდებულ დრონებზე. და საინფორმაციო რეპორტაჟმა გაამჟღავნა, რომ AN-28-მა და მისმა 4 კაციანმა ეკიპაჟმა გადაღების დროისთვის თითქმის 150 დრონი გაანადგურეს. რეპორტაჟში დეტალურად აღწერეს, თუ როგორ მუშაობს თვითმფრინავი რეალურად. განმარტეს, რომ AN-28-ის ეკიპაჟი თითქმის ყოველთვის კავშირშია საჰაერო მოძრაობის კონტროლიორების მიწის ჯგუფებთან, რომლებიც თვითმფრინავს რუსული დრონების გამოჩენის ადგილებისკენ მიუთითებენ. ეკიპაჟის თითოეულ წევრს თავისი როლი აქვს ამ დრონების ფონასა და განადგურებაში. მაგალითად, არის კამერის ოპერატორი, რომელიც ინფრაწითელი ეკრანის წინ ზის და უყურებს თვითმფრინავის გარეთ დამონტაჟებული კამერიდან პირდაპირ სიგნალს.
აკვირდება გარშემო ცას სიცოცხლის ნიშნების საპოვნელად. პილოტის გარდა თვითმფრინავში არის მსროლელიც, რომელსაც ღამის ხედვის სათვალეები აქვს და მისი ამოცანა მართოს და ესროლოს მინიგანით ნებისმიერ დრონს, რომელიც ტერიტორიაზე გამოჩნდება. მეოთხე და ბოლო ეკიპაჟის წევრის ზუსტი როლი დეტალურად არ არის აღწერილი, მაგრამ შესაძლოა მას დაევალოს სხვადასხვა ამოცანები, მაგალითად მინიგანის გაჭედვის აღმოფხვრა, მისი ხელახლა დატენვა, ან სხვა ეკიპაჟის წევრების მხარდაჭერა სხვადასხვა გზით. როგორც არ უნდა იყოს, ეკიპაჟის ყველაზე შთამბეჭდავი რამ ის არის, რომ ისინი არ არიან სამხედროები მრავალწლიანი საბრძოლო გამოცდილებით, არამედ სამოქალაქო მოხალისეები, რომლებმაც გადაწყვიტეს ცაში აფრენა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება სამშობლოს დასაცავად. და ყოველი აფრენა შეიძლება მათი ბოლო იყოს, რადგან AN-28 არ არის შექმნილი საბრძოლო მოქმედებებისთვის, მით უმეტეს არა 21 საუკუნის ომისთვის. ჰიპერბგერითი რაკეტებითა და კამიკაძე უპილოტო აპარატებით, რომლებიც წამებში ანადგურებენ ასეთ პატარა თვითმფრინავებს. საკმარისია მხოლოდ ერთი რუსული ფრთოსანი რაკეტა ან დრონი სწორ ადგილას მოხვდეს, რომ ეს თვითმფრინავი მიწაზე ჩამოვარდეს და რუსეთი მუდმივად ზრდის საფრთხეს. მაგალითად, 2026 წლის პირველ თვეებში ჩნდება ცნობები, რომ კრემლის ჯარები საკუთარ დრონებს ახალ შეიარაღებას ამატებენ, მათ შორის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, MANPADS და R-60 საჰაერო რაკეტებს, რაც მათ უფრო მომაკვდინებელს ხდის. დრონების უახლეს ტალღებს ასევე უმატებენ თვითდაცვით სისტემებს, რაც მათ ჰაერში გადარჩენის შანსს ზრდის. მაგრამ მხოლოდ რუსეთი არ აუმჯობესებს ტექნიკას. უკრაინაც აუმჯობესებს საკუთარ აღჭურვილობას. მინიგანის დამატება მხოლოდ დასაწყისი იყო. ეხლა AN-28 გადაიქცა ჩამჭერი დრონის პლატფორმად. ეს გამოაშკარავდა ვიდეოში, რომელიც 2026 წლის აპრილში გააზიარა უკრაინელმა პილოტმა და მოხალისემ ტიმურ ფატკულინმა, რომელსაც უკრაინის ყველაზე გამორჩეული საავიაციო ინოვაციების დემონსტრირების ისტორია აქვს. ვიდეოში ჩანს, რომ AN-28-ს დაუმონტაჟეს ფრთის ქვეშ მდებარე საკიდები, რომლებზეც დამაგრებულია ორი სხვადასხვა ტიპის ჩამჭერი დრონი, Skyfall P-FT და Merops A3 Surveyor. Hertis an ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ეფექტური ჩამჭერი დრონია უკრაინის არსენალში. ის თითქმის ტყუის ფორმისა, მოდულარული 3D ბეჭდვით დამზადებული корпуსით. მას შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ საკრუიზო სიჩქარეს დაახლოებით 300 კმ/სთ-ში, ანუ 185 მილი/სთ-ში. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია გაცილებით სწრაფად გადაადგილება, მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 450 კმ/სთ-ში, ანუ 280 მილი/სთ-ში. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ამ ჩამჭერმა მიეწიოს და გაანადგუროს თითქმის ნებისმიერი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს. ამასთან ერთად P-1-ის წარმოება უკიდურესად იაფია. თითოეული ერთეულის ღირებულება დაახლოებით $1000 და ისინი გამოიყენება რუსული დრონების გასანადგურებლად, რომელთა ღირებულება 20, 30 ან თუნდაც $50,000 აღწევს ყოველ ჯერზე. Skyfall ამბობს, რომ შეუძლია ყოველ თვეში 50,000-მდე ასეთი ჩამჭერის წარმოება, რაც უზარმაზარი დახმარება იქნება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის მომავალში, განსაკუთრებით ინოვაციური ახალი პლატფორმებით, როგორიცაა თავად AN-28. მეორე დრონი, რომელიც თვითმფრინავზე იყო ნანახი, იყო Merops A3 Surveyor. P-1 სანის მსგავსად AS3 კიდევ ერთი პაპატარა და შედარებით იაფი დრონია, რომელიც შექმნილია სხვა უპილოტო საფრენი აპარატების საძიებლად და გასანადგურებლად ჰაერში, რათა ისინი მიზნებთან მიახლოებამდე გაანადგუროს. თუმცა, მაშინ როცა P-1 სან ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური და ეკონომიური ვარიანტია და მიზნად ისახავს უფრო პატარა და იაფი რუსული დრონების განადგურებას, AS3 შექმნილია ოდნავ უფრო რთული სამიზნეების გასანადგურებლად. ის შეიქმნა კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის Perennial Autonomous, ადრე ცნობილი როგორც პროექტ Eagle მიერ და აქვს მოქმედების დიაპაზონი 12.5 მილამდე, ანუ 20 კილომეტრამდე. ასევე შეუძლია მაქსიმალური სიჩქარის განვითარება, დაახლოებით 175 მილი/სთ-ში, ანუ 280 კმ/სთ-ში. მისი მართვა შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე ავტონომიურად, სადაც ხელოვნური ინტელექტის სისტემა აკონტროლებს მის ყველა მოძრაობას, ხოლო ჩაშენებული სენსორები ეხმარება სამიზნის იდენტიფიცირებასა და თვალთვალში. თითოეული ერთეული ატარებს 2 კილოგრამიან, 4.4 ფუნტიან ფეთქებად ქობინს და შეუძლია გაანადგუროს სამიზნე ან პირდაპირი შეჯახებით, ან საბრძოლო თავკაცის აფეთქებით ახლო მანძილზე. უკრაინა Meropis სისტემებს 2024 წლიდან იყენებს. ამ დრონების ნაწილი ასევე გაიგზავნა აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებს, როგორიცაა პოლონეთი და რუმინეთი, ოპერაცია აღმოსავლეთის დარაჯის ფარგლებში, რათა გაძლიერებულიყო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა. აშშ-ს არმიის მიხედვით თითოეული AS3-ის ღირებულება დაახლოებით $15,000-ია. თუმცა მას შეიძლება ფასი $3,000-მდე შეუმცირდეს, თუ წარმოება გაიზრდება და ოპტიმიზირდება. ეს კიდევ უფრო გაამარტივებს და გააიაფებს უკრაინისთვის A-28-ის დატვირთვას, ცაში აფრენას და რუსული დრონების სათითაოდ ჩამოგდებას ისე, რომ ამ პროცესში უზარმაზარი თანხები არ დაიხარჯოს.
მაგრამ სანამ ზუსტად განვიხილავთ, როგორ უშვებს EN-28 თავის ჩამონგდებს და რა უნიკალურ უპირატესობებს იძლევა ეს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. თუ თქვენთვის საინტერესოა The Military Show, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ეხლა 2026 წლის აპრილის კადრები EN-28-ის აჩვენებს ჩამონგდებლებს მოქმედებაში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ამჩნევს და ადასტურებს თვითმფრინავის ეკიპაჟი მტრულ დრონს ტერიტორიაზე, სანამ ერთ-ერთ ფიერთი სანს გაუშვებენ. ჩამონგდებელი მყისიერად მიემართება სამიზნისკენ, აფეთქდება ახლო მანძილზე და ჰაერიდან აგდებს მას. ეს ყველაფერი წამებში ხდება. Path Cullinan, პილოტი, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა, აღწერაში ადასტურებს, რომ თვითმფრინავიდან გაშვებულმა P-1 Sun ჩამონგდებლებმა უკვე დაამტკიცეს ეფექტიანობა რეალურ საბრძოლო პირობებში. ის ამატებს: სავარჯიშო ფრენების დროს კიდევ რამდენიმე ჩამონგდებელი დრონი გამოვცადეთ. ამას შეიძლება IAP საჰაერო რაკეტაც კი უწოდო. Path Cullinan ასევე არნიშნავს, რომ აპრილის მდგომარეობით EN-28-მა თავისი მინიგანით 222 რუსული დრონი ჩამოაგდო. და ახლა ამ უმნიშვნელოვანესი მოდიფიკაციის წყალობით ასობით სხვა დრონის ჩამოგდებაც შეუძლია. რადგან დრონების თვითმფრინავიდან გაშვების შესაძლებლობა უკრაინისთვის მრავალმხრივ უზარმაზარი უპირატესობა, არა მხოლოდ ერთმხრივ. პირველ რიგში EN-28-ს შეუძლია ჩამონგდებები ბევრად უფრო ახლოს მიიყვანოს სამიზნეებთან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ იქნებოდა შესაძლებელი. ჩვეულებრივ ესეთი ტიპის დრონები მიწიდან უნდა გაეშვას და ჯერ რამდენიმე 1000 ფუტის სიმაღლეზე ასვლას მოანდომებენ დროს, რათა საერთოდ მიაღწიონ იმავე დონეს, სადაც მათი სამიზნეები. და როდესაც ცდილობ ჩაჭრა შედარებით პატარა უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც საათში 100 კილომეტრს გადიან, დრო გადამწყვეტია. ხოველი წამი მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც უფრო მეტ დროს დაზოგავ, მით უფრო ეფექტური იქნება შენი ჩამჭერი დრონები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საჰაერო გაშვება. მიწაზე მყოფი საჰაერო მოძრაობის კონტროლიორების მიერ მიწოდებული მონაცემების გამოყენებით, EN-28-ის ეკიპაჟს შეუძლია გაფრინდეს იმ ადგილებში, სადაც რუსული დრონები შენიშნეს და ჩამჭერი დრონები, რაც შეიძლება ახლო მანძილიდან გაუშვას. როდესაც ისინი EN-28-ის საკიდებიდან გაუშვებენ, ამ დრონებს შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდეთ ჰაერში, სანამ ტრის უპილოტო საფრენ აპარატებს შეეჯახებიან. მეორე დიდი უპირატესობა ჰაერში მორიგეობის დრო. ჩამჭერი დრონები ხშირად სწრაფი, IAP და ეფექტურია გზაზე არსებული ნებისმიერი მიზნის დაზიანებაში, მაგრამ გამძლეობით ისინი არ გამოირჩევიან. მრავალი მათგანი ჰაერში მხოლოდ რამდენიმე წუთს ძლებს და მცირე მანძილს გადის, სანამ ენერგია არ ამოეწურება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინისთვის არ არის მიზანშეწონილი უბრალოდ გაუშვას ჩამჭერი დრონები და დააცადოს ჰაერში. ადგილზევე იდგნენ წუთობით ან საათობით, ელოდონ და აკვირდებოდნენ ტრის უპილოტო აპარატების გამოჩენას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლონ შეტევაზე, როცა დრო დადგება. მათ შეუძლიათ დრონების გაშვება მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნებულები არიან, რომ ტერი ამ ტერიტორიაზე მოქმედებს. და როგორც კი თითოეული დრონი აფრინდება, წამების ათვლა იწყება, რაც ჩამჭერს მხოლოდ მცირე დროს აძლევს, რომ იპოვოს, დააფიქსიროს და დაეწიოს სამიზნეს. EN-28 სრულიად განსხვავებული შესაძლებლობაა. ეს IAP-იანი დრონი არ არის, არამედ სერიოზული მრავალფუნქციური თვითმფრინავია, რომელსაც საკმარისად დიდი საწვავის ავზები აქვს შედარებით ხანგრძლივი ფრენების შესასრულებლად. მას შეუძლია საათობით დარჩეს ჰაერში, რაც საშუალებას აძლევს სტრატეგიულ ადგილებში მუდმივი ანტიდრონული პატრულირება განახორციელოს. უკრაინას შეუძლია გაგზავნოს EN-28 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის თავზე, მაგალითად, სადაც ის დიდხანს შეძლებს გარემოს სკანირებას და მზად იქნება საფრთხის პირველივე ნიშნებზე მოქმედებისთვის, რაც მტკიცე შემაკავებელ ძალას წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ასეთი სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა არის იარაღის მრავალფეროვნება, რომლითაც მისი აღჭურვა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ EN-28 თავდაპირველად საბრძოლო მიზნებისთვის არ იყო შექმნილი, უკრაინამ შეიტანა საჭირო ცვლილებები, რათა ის გადაექცია საჰაერო დრონების ჩამჭერი პლატფორმად, რომელსაც აქვს რამდენიმე საკიდი წერტილი, სხვადასხვა ტიპის დრონების, იარაღის და შესაძლოა რაკეტების გადასატანად. რაც კიევის ძალებს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად დაუპირისპირდნენ მტრის უფრო ფართო სპექტრის საფრთხეებს. სხვა სიტყვებით რომ თქვა, თუნდაც რუსეთმა შეამციროს დამოკიდებულება შახიდებზე და გადავიდეს სხვადასხვა ზომის, სიჩქარის ან მოქმედების რეჟიმის დრონებზე, უკრაინამ თეორიულად უნდა შეძლოს მათი მუდმივად განეიტრალება. EN-28-ს ასევე აქვს გამორჩეული უპირატესობა სხვა თვითმფრინავებთან შედარებით, რაც მას სპეციალურად ამ ტიპის მისიისთვის ამზადებს. ეს არის მისი მოკლე აფრენისა და დაშვების უნარი. ეს ძირითადად ნიშნავს, რომ მას შეუძლია მუშაობა ძალიან მოკლე ასაფრენ ბილიკებზე, მოუმზადებელ დასაფრენ ზოლებზე ან სხვა მცირე სივრცეებში, რადგან აფრენასა და დაშვებას ბევრად ნაკლები მანძილი სჭირდება, ვიდრე სხვა ტიპის ჩვეულებრივ თვითმფრინავებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც უკრაინა რუსეთის დრონების საფრთხეს მთელი თავისი ტერიტორიის მასშტაბით ებრძვის, მას ყოველთვის არ აქვს ფუფუნება გამოიყენოს დიდი აეროპორტები და აეროდრომები, გრძელი ასაფრენი ბილიკებით. ამის ნაცვლად, მას ხშირად უწევს მაქსიმალურად გამოიყენოს მარტივი და მოკლე ასაფრენის სივრცეები და დროებითი დასაფრენი ზოლები და სჭირდება თვითმფრინავები, რომლებიც ასეთ შეზღუდვებში მუშაობას შეძლება. საბედნიეროდ EN-28 ამას შეძლებს და უახლოეს თვეებში ის უკრაინისთვის კიდევ უფრო ფასეული რესურსი გახდება,
რადგან რუსეთის საწარმოები სულ უფრო მეტ და მეტ დრონს უშვებენ. მათ უკვე მიაღწიეს დაახლოებით 5000 შაჰიდის ან ჯერინის ტიპის დრონის წარმოების ტემპს ყოველ თვეში და გეგმავენ ამ რაოდენობის თითქმის გასამაგებას. უკრაინა ვერ დაეყრდნობა ტრადიციულ საშუალებებს ასეთი რაოდენობის დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად. არანაირი ლოგიკა არ აქვს $1,000,000-იანი საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენებას დრონების გასანადგურებლად, რომელთა წარმოება $1000-ზე ნაკლები ჯდება და ასე მარტივად შეიძლება მასიურად დამზადდეს. ამის ნაცვლად კიევის დამცველებს მოუწიათ ალტერნატიული მეთოდების მოძებნა უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამის წყალობით შეძლეს მათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ინტეგრირებული და ფენებად განლაგებული საჰაერო თავდაცვის ქსელის შექმნა დედამიწაზე. ის შედგება არა მხოლოდ ჩვეულებრივი რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბატარეებისგან, არამედ მრავალფეროვანი, უფრო იაფი და ეფექტური ვარიანტებისგანაც, როგორიცაა მობილური სახმელეთო დანაყოფები, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კოშკურები, პირდაპირი ენერგიის იარაღები და რა თქმა უნდა ასევე ჩამჭერი დრონები. მართლა, ჩამჭერი დრონების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან ისინი შესაძლოა ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურ არჩევანს წარმოადგენენ მოსკოვის დრონების განეიტრალებისთვის. შეიძლება მათ არ ქონდეთ მასიური საბრძოლო თავები ან მსოფლიო დონის საზენიტო რაკეტების ზუსტი დამიზნების სისტემები, მაგრამ მათ ამის საჭიროება არც აქვთ. საბოლოოდ მათი ერთადერთი მიზანი სხვა უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება და ამ მხრივ ისინი აქამდე შესანიშნავად მუშაობდნენ. გარდა ამისა, ისინი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად იაფია ტრადიციულ საჰაერო თავდაცვასთან შედარებით, არამედ უფრო მარტივი დასამზადებელია და შესაძლებელია მათი დიდი რაოდენობით განთავსება, რაც საშუალებას აძლევს უფრო ფართო ტერიტორიების დაფარვას. ეს თავის მხრივ უკრაინას საშუალებას აძლევს, რომ თავისი უფრო ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური რაკეტები რეზერვში შეინახოს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს, მაგალითად მთრის რაკეტების ან თვითმფრინავების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ კიევი დიდ ყურადღებას უთმობს თავისი დამჭერი დრონების ფლოტის გაფართოებასა და დივერსიფიკაციას. სხვადასხვა მოდელების გამოყენებას, რომელთაგან თითოეულს თავისი ტექნიკური მახასიათებლები და შესაძლებლობები აქვს. ტყუის მაგვარი P1 სუნისა და სტრილადან დაწყებული კვადროკოპტერის სტილის Zero 8-მდე, რომელიც იყენებს თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტს შაჰიდების მოსაძებნად და გასანადგურებლად, ყოველგვარი ხელით მართვის საჭიროების გარეშე. ინოვაციებით, როგორიცაა AN-28, უკრაინა ასევე ცვლის ამ დრონების გამოყენების მეთოდებს. ისინი აღარ უშვებენ მხოლოდ მიწიდან, არამედ უკვე ჰაერშიც. დაადვილია წარმოდგენა, როგორ შეიძლება ქვეყნის სამხედროებმა ეს კონცეფცია კიდევ უფრო განავითარონ. უკვე იყენებენ დედა დრონებს, ანუ უფრო დიდ დრონებს, რომლებიც მცირე დრონებს ატარებენ და უშვებენ საფრთხის შემცველ საჰაერო სივრცეში. თეორიულად შესაძლებელია სხვა საფრენი აპარატების, მაგალითად სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და იაკოლევ IAK-52 ტიპის სასწავლო თვითმფრინავების მოდიფიცირებაც, რათა მომავალში მათაც შეეძლოთ P1 SANSI-სა და MEROPS AS-3-ის მსგავსი დრონების გადატანა და გაშვება. უკვე იუწყებიან, რომ მსუბუქი თვითმფრინავები და ვერტმფრენები პასუხისმგებელნი არიან ყველა რუსული დრონის 12%-მდე განადგურებაზე. თუ ისინი აღიჭურვებიან საკუთარი mini interceptor ჯგუფებით, ეს მაჩვენებელი გარდაულად გაიზრდება. ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად შორტს აიყვანს უკრაინა ამ იდეას, მაგრამ AN-28 ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს მუშაობს. ის რაც ადრე ძველ, ჩვეულებრივ და სრულიად უვნებელ თვითმფრინავად ჩანდა, გადაიქცა განადგურების დრონგამშვებ პლატფორმად. კიდევ ერთ ძლიერ კვანძად უკრაინის ცის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვის, სულ უფრო რთულ საჰაერო თავდაცვის ქსელში. კიდევ ერთი ნიშანი ქვეყნის განსაკუთრებული უნარისა დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. გააკეთოს ის, რაზეც სხვები ვერც კი იფიქრებდნენ. და ინოვაცია დანერგოს ყველაზე მოულოდნელი, მაგრამ ეფექტიანი გზებით, რათა მიიღოს ეს მცირე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უპირატესობები მოწინააღმდეგეზე. ეხლა ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ უკრაინის სამხედრო ინოვაციების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც განეხილავს ეგრეთ წოდებულ კრემლის მკვლელ რაკეტას, რომელიც შიშს იწვევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გულში. ან თუ გსურთ ნახოთ, როგორ ვერ უმკლავდება რუსეთი კიევის ტაქტიკას, გადახედეთ ამ ვიდეოს, რომელიც იკვლევს უკრაინის საიდუმლო სტრატეგიას მტრის რაკეტების მარაგებისა და გაშვების პლატფორმების გასანადგურებლად, რის შედეგადაც მოსკოვი სრულიად დაუცველი რჩება მომავალი მოვლენებისთვის. და თუ ჯერ არ გაგიგეთებიათ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show დღესვე, რათა მიიღოთ მეტი ანალიზი, ინფორმაცია და სამხედრო სიახლეები, რომლებიც არ გსურთ გამოტოვოთ.